ვინ იქნება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი? გადაწყვეტილება სინოდის ხდომაზე იქნება მიღებული და გადაწყვეტილებას მხოლოდ სინოდის წევრები მიიღებენ. ამიტომაც სასულიერო პირებმა დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ მოთმინები დაველოდოთ მათ არჩევანს, თანაც მშვიდად, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ ისევე ღირსეულად დასრულდება ახალი პატრიარქის არჩევა, როგორ ღირსეულადაც გააცილა ქართოლმა ერმა უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. წუხარება, იმედი, სევდა, სიყვარული და სიამაყე. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალებით ყველა ეს გრძნობა გაერთიანდა. ქართველი ერი, რომელიც 1700 წელია ქრისტიანობის ერთგულია, ჭირისუფალია და მართლმადიდებლურ მოძღვრებას მიჰყვება. ილია მეორეს გარდაცვალებიდან 40 დღის განმავლობაში ლოცვით თუ სიტყვიერად ერის სულიერ მამას უწყვეტად მიაგებენ პატივს. გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ კი დადგება დრო, როდესაც სინოდი შეიკრიბება და აირჩევს ახალ წინამძღოლს. ჭირისუფალი ქვეყნის სასულიერო პირები დარწმუნებულები არიან, რომ სინოდის წევრები ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ და ამ არჩევანით კიდევ ერთხელ მიაგებენ პატივს ილია მეორის ხსოვნას. როგორც პატრიარქი ვალმოხდილია, ასევე იმ დღეებში ჩვენმა ერმაც მოიხადა ვალი პატრიარქის წინაშე ღირსეულად. ჩვენ გვწამს, რომ ჩვენი სინოდის ასევე ღირსეულად მოიხდის თავის ვალს პატრიარქის ხსოვნის წინაშე და ვინც შემდეგ მომდევნო პატრიარქი იქნება, იმას ბევრი მძიმე ჯვარი და მძიმე გზა ექნება, რომ მანაც თავისი ვალი წინ უძღვის მოსახდელად და ღმერთით შეეწევა პატრიარქის გააძლიერებს, რომ მანაც ღირსეულად მოიხადოს თავისი ვალი. ილია მეორის ავტორიტეტიდან, მისი ღვაწლიდან, მისი ყველა განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ვინ არის მისი კანდიდატი და ჩვენ ვიცით ეს ვინ არის მისი კანდიდატი. თუმცა იურიდიულად აქვს ყველაფერს თავისი პროცედურა და როგორც ჩვენ წამს და ვიცით და ვიცნობთ, არის ძალიან გამოცდილი, ძალიან გონიერი, ძალიან კეთილსინდისიერი მღვდელმთავრები ყავს საქართველოს, ყველანი ისინი ჩვენი პატრიარქი ილია მეორის მიერ არიან აკურთხები და ისინი ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ. როგორც სიცოცხლეში გარდაცვალების შემდეგაც სასულიერო პირებისთვის უწმინდესისა და უნეტარესის სიტყვას დიდი ძალა აქვს. ამიტომაც მამაოებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ მეუფე შიოს მიმართ, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სიცოცხლეშივე 2017 წლის 23 ნოემბერს ნდობა გამოუცხადა და მოსაყდრეთ დაასახელა. როგორც მე ვიცი და მწამს, ყველაფერი მშვიდობით ჩატარდება, არჩევნებიც იქნება სამართლიანი და მშვიდობით იქნება ყველაფერი, აირჩევენ ღირსეულ პატრიარქს და გაგრძელდება საეკლესიო ცხოვრება ისე იმ გენერალური ხაზით, სტრატეგიით თუ ტაქტიკით, რასაც ჰქონდა ჩვენს პატრიარქს. სინოდში არის ეპისკოპოსები, ხო? მღვდელმთავრები არიან და ყოველს თავისი შეხედულება აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ პატრიარქის ამ მის სურვილს, მის მოსაზრებას სამხრივ, რა თქმა უნდა, პატივს სცემენ. 9 წელი იყო არა მოსაყდრე მეუფეშიო, ამ 9 წლის განმავლობაში ის ემსახურებოდა იმ იდეას, პატრიარქის იდეას და ისიც ასევე თესავდა აი ამ სიყვარულსა და რწმენას მოსახლეობაში. მისი ერთ-ერთი კიდევ განსაკუთრებული ხაზი იყო ამ მხრივ ხალხში ყოფნა, ხალხთან ახლოს ყოფნა და აი ეკლესიის უფრო დაახლოება ადამიანებთან. ისევე როგორც ილია მეორის წინამძღოლობის დროს რწმენა და სიყვარული მომავალშიც იქნება ეკლესიის მთავარი მამოძრავებელი ძალა. თავის მხრივ სასულიერო პირები ამ დანატოვარი შენარჩუნების პირობასაც დებენ, ისე როგორც პატივს სცემენ ილია მეორის სიტყვას. უწმინდესი ყოველთვის ამბობდა, რომ მე რასაც ვთხოვ ღმერთს მისრულდება, სულ ვთხოვდიო პატრიარქს, რომ მთელი საქართველო მოვიდეს და გახდეს მრევლიო და აი ჩვენ ნახეთ, რომ ეს როგორ აუსრულა უფალმა, ბოლოს ნახეთ განსაკუთრებით, რომ მთელი ერი მის დასაფლავებაზე მოვიდა. ასე რომ დატოვა პატრიარქმა საოცარი მემკვიდრეობა, საოცარი. პატრიარქმა აირჩია მეუფე შიო, 9 წელიწადი იყო, თითქმის 10 მეუფე შიო და მან ისე შეგვაყარა თავი, რომ რაღაცნაირად თითქოს აი მე პირადად ესეთი განცდა მაქვს, რომ ვეღარ წარმომიდგენია სხვა პატრიარქის შემდეგ პატრიარქად. პატრიარქის არჩეულია, პატრიარქის რჩეულია, ასეთი სიყვარული გამოხატა ხალხმა
პატრიარქისადმი და მე მგონი ეპისკოპოსები, ჩემი აზრით, ეს არჩევითობა იქნება, აირჩევენ ნამდვილად უწმინდესი სიყვარულით, ყველაფერსო თავი დავანებოთ მეუფე შიოს. გადამწყვეტის სიტყვა სინოდმა უნდა თქვას ერთსულოვნებასა და ნდობაში, რომელიც ახლა მღვდელმთავრებს შორისაა, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის მეუფე დანიელის თქმით, ამაში დიდი წვლილი სწორედ მეუფე შიოს მიუძღვის. რაც შეეხება მოსაგდრეს ამ პიროვნებამ გაამართლა პატრიარქის ნდობა, მან შეძლო რომ სინოდში აი ეს მშვიდობა, ერთობა, ერთსულოვნება ყოფილიყო, იგი ძალიან ასე ვთქვათ, ბრძნულად უძღვებოდა და უძღვება დღესაც პატრიარქის ნდობის გამოცხადება ეს ძალიან დიდი რამ არის და ამას ბევრი უწევს ანგარიშს, თავისთავად ეს ფაქტორი ძალიან დიდ მის მიმართ დიდ ნდობას განაპირობებს. ამ დამსახურების გამო მას გარკვეული მაღალი ნდობა აქვს და რასაკვირველია ეს იმოქმედებს გადაწყვეტილებაზე, მღვდელმთავართა გადაწყვეტილებაზე. არჩეულ პატრიარქს მძიმე გზასთან ერთად ექნება დიდი პასუხისმგებლობა. გაუფრთხილდეს და მოუაროს ნახევარი საუკუნის განმავლობაში ილია მეორის მიერ სიყვარულითა და რწმენით ნაშენებს, რომელმაც ქართველი ერი გააერთიანა.